მე თუ შევძელი რომ ჩემი მლანძღველები, ცილის მწამებლები მიყვარდეს საქმით და ხა საქმის სიყვარული რას ნიშნავს? და როცა განმარტოვდები უფალთან, მთელი არსებით უნდა ვთხოვო უფალს ამ ადამიანისათვის. ისეთი მთელი არსებით როგორც საკუთარი შვილისთვის. უფალო შეიწყალე ეს ადამიანი, აცხოვნე და მისი ლოცვით მე მაცხოვნე. ჩვენ უნდა ვხარობდეთ ამით. და მე გეტყვით ერთ საიდუმლოებას, როდესაც საშინელ სილს დაგწამებენ ისეც რომ არც დაგსიზვერებია, აბა მოსინჯეთ და გააკეთეთ ეს. ოღონდ გულწრფელად, ქრისტეს სიყვარულისათვის. ნახეთ რამხელა მადლს მიიღებთ, რამხელა სიხარულს მიიღებთ. გაოცდებით რომ რაღაც გიხარია, რაღაც კარგად ხარ სულიერ. ლოცვის ყველა სიტყვა გულიდან ამოდის. მადლის განცდა გაქვს. ვფიქრობ რატო? იმიტომ რომ ქრისტეს უერთგულე, როცა იმ ადამიანს შენზე გაუგებრად გაბოროტებულს, ისე რომ მან არ იცის, შენი სახით ლოცველი ყავს და ამით მსგავსები რა ღმერთს, ღმერთი თავის სულს გაძლევს, რომელიც გახარებს, რომელიც გაბედნიერებს.